თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მორიგის სასამართლო პროცესი გაიმართა. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ამას ედავება გამოძიება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა. პროკურორ სასამართლოში 3 მოწმე ყავდა წარმოდგენილი, რომელთა შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ ციქვაძე იყო. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული ბაჩიაშვილიც. დეტალებით შალვა სუმბაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. შალვა, გისმენთ. როგორც უკვე აღნიშნე, ამ დროისთვის სამივე მოწმის გამოკითხვა არის დასრულებული. მოწმეებმა ისაუბრეს იმ საქმის გარემოებებზე, რომელიც ერთის მხრივ პროკურატურის მხრიდან იყო წარმოადგენდა ინტერესის საგანს, მათ ასევე უპასუხეს დაცვის მხარის შეკითხვებს. პირველი მოწმე იყო თეიმურაზ ციქვაძე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელიც საუბრობდა იმ გარემოებებზე, რა გარემოებებშიც მოხდა შეთანხმება ორ პირს შორის, გიორგი ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. საქმე ეხება ბიტკოინების მაინინგს, ანუ გამომუშავებას და როდესაც თანხა სჭირდებოდა საინვესტიციოდ გიორგი ბაჩიაშვილს კონკრეტულად მაინინგის დასაწყებად, როგორც მოწმემ განმარტა, ამ შემთხვევაში 5 მილიონის ოდენობის თანხა მიიღო ბიძინა ივანიშვილის დახმარებით. თანხის უშუალოდ საინვესტიციოდ გადაცემა მოხდა ქართულ ბანკის დახმარებით, ხელშეკრულება გაფორმდა ქართულ ბანკთან და სწორედ ამ ბანკიდან მიიღო 5 მილიონი საინვესტიციოდ გიორგი ბაჩიაშვილმა. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ყველაფერი მოხდა 2015 წელს, თუმცა ამ სესხის გასტუმრება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა მიიღო, როგორც მოწმე აღნიშნავს, 2016 წლისთვის უკვე მოხდა, თუმცა უკვე 2017 წელს, როგორც თეიმურაზ ციქვაძე აღნიშნავს, გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები ამ მაინინგთან და ზოგადად გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კითხვის ნიშნები გაჩნდა მტკვარი ჰესთან დაკავშირებით, უკვე დაიწყო ამ დეტალების შესწავლაც ამ საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამ დროს გამოიკვეთა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა ბიძინა ივანიშვილის დაახლოებით 9000-მდე ბიტკოინი. 9000-მდე ბიტკოინი იმ დროის იმ დროის მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ მოხდა დანაშაულის ჩადენა დაახლოებით 43 მილიონ დოლარს შეადგენდა, დღევანდელი დათვლებით კი ეს თანხა მილიარდს აჭარბებს. ჩემი მაწმუნებელი და ინვესტორი კრიპტოვალუტას მაინინგის ნაწილში. ეს განხორციელდა თუ არ ვცდები 2015 წელს, როდესაც ბატონი გიორგი ბაჩიაშვილი მივიდა ჩემს მაწმუნებელთან და საბოლოო ჯამში იმ პირობებში, როდესაც მას არავითარი კრედიტი დამტკიცებული არ ჰქონდა და ჰქონდა პრობლემები გარიგების დადებასთან დაკავშირებით, მიმართა უკვე შემდგომ თხოვნით ჩემს მაწმუნებელს, რომ მას განეხორციელებინა ინვესტიცია და შეევსო ეგრეთ წოდებული კონტრაქტის თანხა. ეს გარემოებები ჩვენი პოზიციით დასტურდება საქმეში არსებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით. კერძოდ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ საინვესტიციო თანხა გამოყო ჩემმა მაწმუნებელმა მის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და ეს გაიცა საბანკო კრედიტის თანხა. დასტურდება პირდაპირი მტკიცებულებებით, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა განახორციელა ჩემმა მაწმუნებელმა მისი პირადი ფულადის არსებობით, ეგრეთ წოდებული cash-cover-ით. დასტურდება პირდაპირ მტკიცებულებებით ის გარემოება, რომ ჩემი მაწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აიღო რაიმე რისკი აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. დასტურდება ასევე ის გარემოება პირდაპირ მტკიცებულებებით, რომ ბატონ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული გარიგების განხორციელების დროს არ გააჩნდა, ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო თანხა სრულად. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაც პერიოდი რო გავიდა, ბატონმა ბაჩიაშვილმა ჩემს მაწმუნებელს მიმართა და უთხრა, რომ რაღაც გარკვეული არასტაბილური ვითარება იყო ამ კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ეს არც იყო გასაკვირი, ხა მით უმეტეს ნდობით აღჭურვილი პირი იყო მისთვის. ხა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბიტკოინს საკმაოდ დიდი მერყეობები ახასიათებდა მისი არსებობის განმავლობაში და ამიტომ ურჩია ჩემს მაწმუნებელს, რომ კისერი რეალიზაცია განხორციელებულიყო ამ მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების. თუმცა რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დაჭირდა ამ კრედიტის ვთქვათ გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ ეხლაც უცნობია ჩვენთვის.
გარდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისა დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე პროკურატურის გამომძიებლების ლევან ზაკალაშვილის და პაპუნა კერესელიძის გამოკითხვაც მოხდა, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მათვე აღნიშნეს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა პროკურატურის შენობაში ორჯერ მოხდა. შესაბამისად არსებობს მისი ჩვენებაც საქმეში. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონკრეტულად ამ საქმის გარშემო კითხვის ნიშნები, როგორც ინიშნა მოწმეების მხრიდან გაჩნდა მტკვარი ჰესთან დაკავშირებული საქმის დროს, სწორედ ამ დროს გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილს მისი კუთვნილი ბიტკოინების მითვისების შესახებ კითხვის ნიშნები. აქვე, როდესაც სხდომათა დარბაზი დატოვეს მოწმეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა წერილის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც თანხის გამოძალვის მცდელობას უწოდებს გიორგი ბაჩიაშვილი. მან აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა არანაირი განხორციელებული მუქარა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო მორიგების მცდელობა, რათა დასრულებულიყო მიმდინარე პროცესი. თავად გიორგი ბაჩიაშვილი სხდომის შემდეგაც აღნიშნავდა, რომ ბრალს არ აღიარებს და არ ფიქრობს, რომ მიითვისა 9000-მდე ბიტკოინი. აქვე საუბარი შეეხებოდა იმას, რომ პროკურორი ამბობს, რომ გარდა მოწმეების ჩვენებებისა საქმეში არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელსაც სხვადასხვა მხარე სხვა ინტერპრეტაციას უბრალოდ ვერ მისცემს და ეს დოკუმენტები გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. ეჭვები გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა მტკვარი გეზს და აქედან გამომდინარე დაიბადა ეს ეჭვები. გამოვლინდა, რომ იმ ნაწილშიც ჩვენი ღმერთმენით ადგილი აქვს საკმაოდ დიდი თანხების გაფლანგვას და მითვისებას, თუმცა იქ ასე ვთქვათ, ის საქმე ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რა ეტაპზეა და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ნაწილშიც მინდა გამომარტო, რომ ვერაფერს დეტალურს ვერ გეტყვით, ამ მტკიცებულებების განხილვას ვერ მოვახდენ. პროცესი, როგორც იცით, საჯაროა. თავარ მოწმეს არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. ერთადერთი რისი მოწმეს ეს კაცი იყო, ივანიშვილმა გაატანა წერილი, რომელიც მიიტანა პროკურატურაში. დანარჩენი, როგორც თვითონვე თქვა ამ პროცესზე, ის ყვება ივანიშვილის მონათხრობს და რაღაც თავის საბუთებიდან რა დასვაც გამოიტანა, ამ დასვას აცნობებს სასამართლოს. როდესაც არც ექსპერტი არ არის თვითონ და არც არის არც ერთი ამ საქმის დეტალის კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზე ჩვენ საუბრობდით, რომ არანაირი წერილობითი მტკიცებულება ამ ინვესტიციის, ეგრეთ წოდებული ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს. არის მხოლოდ ზეპირი განცხადებები, ხოლო რაც შეეხება ფაქტს თვითონ როგორ უნდა დასტურდებოდეს მსგავსი ფორმით ინვესტირება, ამას კანონმდებლობა ადგენს ძალიან დეტალურად და ამომწურავად. უფრო მეტიც მე დღეს დამატებით დავუსვი ბოლო შეკითხვა წარმომადგენელს და ვკითხე, რომ თუნდაც გამოძიების დასრულების შემდეგ ხო არ მოუპოვებია თუნდაც ერთი დოკუმენტი, ანუ მატერიალურად რაიმე საბუთი, რაც ადასტურებდა სიტყვიერი განმარტების გარდა ამ ფაქტს და განაცხადა მოწმემ, რომ მათ ესეთი დოკუმენტი არ გააჩნდათ. დაზარალების წარმომადგენლის ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, იმიტომ რომ ამ ჩვენები დადასტურდა აბსოლუტურად ყველა არსებითი გარემოება და ბრალის ყველა ეს კომპონენტი, რასაც ბრალდება, ედავება გიორგი ბაჩიაშვილს. ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და სწორედ ბრალდებულმა რეალურად ეს თანხა მიითვისა და უკვე შემდგომ მოახდინა ამ აქტივების ლეგალიზაცია. მისი ჩვენება განმეორდები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განმარტებები სრულად თანხმედრაში არის დოკუმენტებთან და ამ ორ მოცემულობას, მოწმის ჩვენებასა და დოკუმენტაციას შორის არსებობს სრული თანხმედრა. გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. სასამართლოს ხდომა დღეს დასრულებულია, უკვე მომდევნო ხდომა 29 იანვარს გაიმართება. მადლობ ჩალვა სუმბაძე საუბრობდა სასამართლოდან ღია ეთერში.